ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარს შეუძლია ფანჯრიდანაც შემოვიდეს, ამიტომ კარიდან შევეგებოთ ზაზა კოლელიშვილი. მადლობა ჩემო ზაზა სტუმრობისთვის. მართალია 7 ტყვი აქვს და მაგრამ ჩემთან სტუმრობა არ აქვს და. ნახეთ. ესე იგი, მსახიობი ხარ, რეჟისორი, პროდიუსერი, თუმცა ყველა მაინც შეთეთი და მურტალოთი გიცნობს. ხო ასე? და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთი შეხედვით უარყოფითი პერსონაჟები შეაყვარე. თვითონ როგორც მსახიობი კი როგორც პერსონაჟები ისე შეაყვარე და არ ვიცი ყველა მურტალოს ხარეს უფრო იყო ვიდრე კუკარაჩას იყო ხოლმე გამბავი მართალი რომ გითხრათ ცხოვრებაშიც მე მგონი ძალიან ხშირად უფრო შეთეს გეძახდნენ თუ მურტალოს დამპალოს ეგრონი მე ნანახი არ მაქვს მურტალოს ვერ იხსენებდნენ გაიგე და ღმერთო ჯვარი ეწეროს ყველას და სატირაში ვართ რა, საღამოთი შევედი რა. ვაპატიეთ და შევდივარ რა. მოიცათ ერთ წუთით გავაკეთებ მაშინ. ხო და და უნდა ვიუსამძივრო და ტიპი აგეროზის რა ვაიმე შერო გიყვარდა ის მევიდა დამპალო მოვიდა დამპალო დამპალო მოვიდაო და ნუ ჭირისუფლები არ დაწყებული თავარი ჭირისუფალი ამოდიოდა თავარი ჭირისუფალი ხო და მოკლედ ესეთი იყო დამპალი მე ქუთაისშიც იგივე შემემთხა ქუთაისშიც ცოტა პახმელია ვიყავით და რაღაცა გული რაღაცა სისხლი ის გადამისხეს რა გლუკოზა და გლუკოგენი გადაღება მქონდა და ხო აბა ისე გადაგისხდა ხო აი უფასოდ ვაკეთებთ ყველაფერსო ოღონდ ჩემ ექთენებთან უნდა გადაიღო და ნუ მორჩა ეს ყველაფერი და გადავიღე და მივდივარ უკვე ვალმოხტილი და ბატონო დამპალო თუ შეიძლება ჩემთან არ გადაგიღიათ ექთანი ბატონო ახალგაზრდა გოგო აი ესეთი გოგო ბატონო დამპალო დაიმახსოვრეთ თქვენ მაინც ყოველ შემთხვევაში ზაზა დაუძახეთ მოფერებით ზაზას მეძა თქვენ გაიხარეთ. ესე იგი, მურტალოს როგორც ვიცი, ბევრი რამ შეუძლია, აგერ ფანჯრიდან შემოსვლა ვიცით, იქ ვარდები, ამბავი, ყველაფერი, მაგრამ თამადობასთან როგორ იყო მურტალო და როგორ არის? გადასარევით მე მახსოვს მაგისი თამადობა. მახსოვს. იყო. ყველაზე მეტად რას ადღერს? ალბათ ყვავილების ადღერზელო უყვარდა ვარდების. ვარდების ადღერზელო და ისე სხვათა შორის ჩემი სავიზიტო ბარათივით გახდა თუ ვარდი არ მივართვი ქალს და მიხაკი მივართვი რაღაცა ეგეთი არ არსებობს არ წავალ საერთოდ ყველა ქალბატონი არის იმის ღირსი რომ თითო კალათა თაიგული მიართა როდესაც გადასარევია ისე ზაზა შენ შეგიძლია მეგობარს აი მის შენი პერსონაჟი შენ შეგიძლია მეგობარს 100 ლარი გამოართვა და უკან არ დაუბრუნო კი ამიკოს შეუძლია და ესე იგი შენ შეგიძლია ხო აი ვიჯო ამიკო იღებს რაღაცას კი კაი მოიცა ფასკუნჯია ხო მურტალო და დამპალოსი არ იყო კაზიმა მე ფასკუნჯს მაინც შევადარებ ვიჯო ის კაზიმა და ფასკუნჯი კაცია მეთქი და მე მურტალო და დამპალო კაზიმა და ფასკუნჯი აუცილებლად უნდა ვნახო კაზიმა კი როგორც ფასკუნჯი არა ესე გადასარევი ამბავია ისე გაქვთ რომ ძალიან ბევრი კარგი როლი მაქვს ნათამაშები მაგრამ ჩემი საუკეთესო როლი ჯერ არ მითამაშიაო იძახიან სხვები გაბრალებენ ესე არა იძახიან მეც ნათქვამი მე მგონი ხო თქვენს მაგრამ ეხლა ისეთ ასაკში ვარ რომ მე თუ როლს მათამაშებენ აუ კარგი ალბათ ატაში უნდა წამიყვანონ თიაჭამე ატაში წავიდე არა ეხლა თავდაბლობა არა სხვათა შორის აი კარგად იმუშავა ბოლო სეზონმა 3 სეზონი ძალიან კარგად
ფასკუნჯიშიც გეპატიჟებით. აი, ფასკუნჯიში დამპალოს როლზე. არა. დაიწובה დამპალო და აღსგება ფასკუნჯი. აი, უკვე კარგია. პოპულარული გახდით ნატრის ხიდან, ხო? ამ შეთეს განუმეორებელი 18 წლის ვიყავი. ხო, ამ ნატრის ხეში რომ ითამაშეთ, ფაქტურად ყველა თქვენ შემოგნატროდათ, ხო, განსაკუთრებით ქალბატონები, რა დასამალია, მართლა ასე იყო და დღემდე გრძელდება ეს ამბავი სხვათა შორის, მინდა გითხრათ, ყველა თაობაში. თუ რამეს ვამატებ, აგერ გოგონები არიან და არ მომატყუებიდნენ. გოგონები, ჩემი შვილები არიან კაცო. ხო, მერე იციან ნამდვილი იმ დღეს სახიობის ხაჭაპურეში შემხვდა ქალი ხაჭაპურს აცხობს. ღმერთო მაპატიე. ასაკით ოდნავ მოხრელია, მაგრამ რო შეხედავ ესეთი გოგოა რა, ისა ჩვენი ასაკის არის რა. ბიჭო, მე შეზე რომ შეყვარებული ვიყავი. ჩვენი თაობის გოგო ყველა შეყვარებული იყო. დავჭდებით და მე ხაჭაპურს ავჭამ. აბა რა შეგვიძლია? არაფერი, აბა ძვლიანი საჭმელი უკვე მადაღარ შეიძლება უკვე. გაიხარე, ჩემო ზაზა, მადლობა მინდა სტუმრობისთვის. გადაგიხადო და მადლობა მეც რომ ასეთი სტუმარი მოვიწვიე დღეს გადაცემაში. აბა, კარგად ზონდებოდეთ. დიდი მადლობა. ფანჯრიდან გადავდი. აჰა, არის თავის ჩვევებს.